ბელარუსში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გრძელდება დღეს. გიორგი კვერიკაშვილი საქართველო-ბელარუსის ბიზნეს ფორუმში მიიღებს მონაწილეობას და ტექნოლოგიურ პარკს დაათვალიერებს. მანამდე პრემიერი მინსკის ტრაქტორების ქარხნის ტექნიკის გამოფენას ესწრება. საუბარი არის მცირე გაბარიტიანი ტრაქტორების აწყობაზე საქართველოში ერთობლივ საწარმოზე, რომლის ბაზა დღეს პრაქტიკულად უკვე მზადდება და პრემიერ-მინისტრებმა გამოთქვეს სურვილი, რომ სექტემბრისთვის უკვე იქ დამზადებული საცდელი მოდელი ჩვენ უკვე ვნახოთ. ამასთან ერთად არაერთი სხვა პროექტი განვიხილეთ, მათ შორის ავტობუსების ნაწილში, მათ შორის ტრანსპორტის ნაწილში და სხვა შესაძლებლობები, რომელიც ბელორუსულ მხარესთან ერთად შესაძლოა, რომ ქართულმა მხარემ გააკეთოს. გეგმება ერთობლივი საწარმოს გაკეთება, რომელიც გახლავთ კლასიკური კერძო საჯარო ურთიერთთანამშრომლობის ფორმატზე და მათ შორის ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე აღნიშნული და ვფიქრობთ, რომ წელს იქნება უკვე პირველი ტექნიკური საშუალებები ნაწარმოების საქართველოში. მცირე გაბარიტიანი უკვე ხორციელდება და ეს გახლავთ აჭარაში. ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო შეიძლება გაიშალოს ეს ურთიერთთანამშრომლობის ფორმატი სხვა მიმართულებებით, ვინაიდან საკმაოდ დიდი ტექნიკური წარმოების პოტენციალი აქვს ბელორუსს.